დილას რომ მოვედი ლექციებზე, ჩემი სტუდენტები მილოცავენ, გილოცავთ ქალბატონო ნანა. რას მილოცავთ ბავშვებო? აი როგორ თუ რას თქვენ ორდენი მიიღეთ, რა ორდენი? ლექციაზე სტუდენტებისგან მილოცვას იღებდა, თუმცა თავად ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა. ოქროს სხივებითა და ყელის ბაფთით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი. პროფესორ ნანა გელაშვილს იაპონიის მთავრობის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ეს ორდენი მისი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჯილდოს შესახებ პირველად სტუდენტებისგან შეიტყო, მოგვიანებით კი იაპონიის საელჩოში მიიწვიეს, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის წლები, რომელიც მან იაპონიის კვლევასა და კულტურის პოპულარიზაციას მიუძღვნა. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, გულახდილად რომ გითხრათ, იმიტომ რომ მოულოდნელი იყო და მე ჩაუღრმავდი ამ ჩემი ორდენის, ასე ვთქვათ, ამბებს. მადლობა, რა თქმა უნდა, დიდი საქართველოში იაპონიის ამჟამინდელ ელჩს, სწორედ მან მიაწვდინა იქ ხმა შორეულ იაპონიაში. დღეს უკვე იაპონიაშიც იციან, რომ საქართველოში ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიის ისტორიის გაცნობაში. ამომავალი მზის ორდენის ისტორია კი 1875 წლიდან იწყება. იმჟამინდელმა იმპერატორმა მუცუჰიტომ დააფუძნა ეს ორდენი, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორდენი. ორდენის დიზაინი სიმბოლურია. მასზე გამოსახულია ამომავალი მზის სხივები და პავლოვნიის ყვავილისა და ფოთლის ფორმის ორნამენტი. ამ ორდენის დამზადების დროსაც ჩააქსოვეს თავიანთი აი ესეთი სიღრმისეული ტრადიციაც და ხელოვნებაც და მხატვრობაც. ამომავალი მზის ორდენი გადაეცემათ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული სამსახური გაუწიეს იაპონიას და იაპონელებს. ორდენის ქართული ისტორია კი ასეთია. წერალი გახლავთ კარგად ცნობილი გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის სახელით გახლავთ ხო ცნობილი, ქალბატონი ნინო ანანიაშვილი, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მოგეხსენებათ იკაური საბალეტო ხელოვნების განვითარებაში და ბოლო ხანებში ქალბატონი ლანა ღოღობერიძე მისმა ფილმებმა იაპონიაში სხვადასხვა ფესტივალებზე მიიღო პრიზები. კიდევ არის რამოდენიმე ჩემთვის უცნობი, 2-3 გვარი ეს ქართველები. და ახლა ამ წელიწადში ჩამთვალეს ღირსად, რომ მე შეიძლება მივიღო ეს ორდენი. როგორც ელჩმა ბრძანა, ეს ორდენი ჩამოაღწევს საქართველოში და კონკრეტულად ჩემამდე მოვა ივნისის მეორე ნახევარში. იაპონიის სიყვარული კი 2 წელზე მეტია დაიწყო, როდესაც ამ ქვეყანაში პირველად აღმოჩნდა და მოიხიბლა იმ კულტურითა და ისტორიით, რომელსაც მანამდე მხოლოდ წიგნებით ეცნობოდა. საკუთარი თვალით დანახმა ცხადია, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ჩავფრინდით ტოკიოში, დედაქალაქში და იქედან უკვე გემით გავუყევით ოკეანს, ძირითადად აი კაგოშიმაში ვიყავით უკვე უფრო დიდი ხნი და მერე დავბრუნდით უკან ტოკიოში. მოკლედ საოცრებები ვიხილე, მინდა გითხრათ, ჯერ მოვიხიბლე თავად იაპონელების ქცევით, თავაზიანობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნანა გელაშვილმა გადაწყვიტა ეს გამოცდილება სტუდენტებისთვისაც გაეზიარებინა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ინიციატივით სპეციალური პროგრამა შეექმნა. თავდაპირველად დამატებითი კურსის სახით, ხოლო 2023 წელს უკვე სრულფასოვანი საბაკალავრო მიმართულება გახდა. იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით უნივერსიტეტში სპეციალური კაბინეტიც მოეწყო, სადაც სტუდენტები იაპონურ ენასა და კულტურას ეცნობიან. წლების შრომა და სიყვარული ნანა გელაშვილის ნაშრომებშია მოქცეული. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსცა იაპონიის ისტორია, გამოიცა იაპონური კულტურა, იყო არაერთი პუბლიკაცია და კონფერენცია. ეს ინტერესი კი დღესაც აქტიურია. 7 და 8 მაისს ვატარებ კონფერენციას, ეს არის რიგით მე-9 კონფერენცია, საერთაშორისო, სხვათა შორის, სადაც ძალიან ფართე და საინტერესო თემატიკა გვაქვს. ასევე ენის
უკეთ შესასწავლად სტუდენტებისთვის ყავს ჩინელი პედაგოგიც და იაპონელი პედაგოგიც, რომლებიც სხვათა შორის ქართულსაც კარგად ფლობენ. დღეს იაპონიასა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირია, რომელიც ადამიანების ისტორიებით, მეგობრობით და ორი ქვეყნის კულტურით ივსება. ჰიროტაკე მაედა, იასუჰირო კოჯიმა, სოტომე, რომლებიც ქართველოლოგები არიან და ჩვენი ხშირი სტუმრები არიან და აი მათგან ვიცი, ბევრი საერთო გვაქვს. ძალიან სტუმართმოყვარეობა, თავაზიანობა, კეთილგანწყობა უცხოელების მიმართ. როგორც ჩვენი სამზარეულო გახლავთ განთქმული, ხო? ესევე არის იაპონური სამზარეულო თავისი ეროვნული კერძებით და იქაც უკვე აი ძალიან პოპულარული გახდა შქმერული, რომელსაც ძალიან ისეთი მოწონება ჰქონდა და 15 სტუდენტალი იქ მოღვაწეობს. ესეც ჩემთვის სასიამოვნო და საამაყოა. სკოლას რო ვამთავრებდი, ეს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღმოსავლეთცოდნე უნდა ყოფილიყავი. ვიყურებოდი ეგზოტიკური სამყაროსკენ. აქამდესაც მივხვდი, რომ სწორი გზა ვირჩიე, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით. პროფესორ ნანა გელაშვილის მრავალწლიანი შრომა, იაპონიის კულტურისადმი სიყვარული და აკადემიური საქმიანობა დღეს უკვე იაპონიის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთია დაფასებული და პროფესიული ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან სტატუსს კიდევ ერთი შეემატა. ოქროს სხივებითა და ყელის ბაფთით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენის მფლობელი. ჯილდო, რომელიც თავად იაპონიის მთავრობისგან მიიღო.